დიახ, ვიყავი და ვარ კიდეც ძალიან ნერვიული. მაგრამ ეხლა არ თქვათ ეს ბიჭი გიჟიაო. მე თბილისის განაპირას ვცხოვრობ, მამისგან აშენებულ სახლში და მაქვს მიწის პატარა ნაკვეთი. აი, ჩემი დეიდაშვილი ტიტესთვის, ჩემი ეზოკარი, აი, ისეთივე მშობლიურია, როგორც ჩემთვის მისი სამოსახლო გულებში. აი, ერთი საკითხიც რომ მოხდეს ჩამოსვლა, მაშინვე ტანსაცმელს გამოიცვის და საქმე შეუდგება. ეწოდა ხეხილი წესრიგში მოყავს. ეს ნიჭი სამწუხაროდ მე არ გამოჩნია. მე თუ მაქვს ცოტაოდენი სასმელი და საჭმელი ვხედავ და ვიხსენებ გულრიფს. აფხაზეთს. შობლებს. ათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობ-უცნობებს, მერე ცოცხლებს ადამკვდრებს. მოგონების ყველაზე ბედნიერ წამებსაც კი ერთნაირი სევდა და მწუხარე განწყობა ახლავს. ის რა არის? აი, არა გვაქვს შურისძიების ქროცნობა. მაგრამ არ ნახული სამართლობა ხელში გვებრჯინება და გვახრჩობს. თითქოს აიხლა რაც არის, ეს არის ჩვენი რეალური ცხოვრება. ხოლო ის, რაც იყო, უბრალოდ ტკბილი სიზმარი იყო. თუნდოვნად მახსოვს პიცა ჩემის თეთრი სამოსახლო გულებში. თითქმის ყოველ ზაფხულს მთელი ჩემი ოჯახი ომამდე და ომის შემდეგ განსაკუთრებით ჩავდივდით. მახსოვს რა გულის ფანცქალით ველოდი ვაგონის სარკმელსაკრული გორაკის გამოჩენა, სადაც იდგა მწვანეში ჩაფული ორი სანატორიუმი. თეთრი და წითელი. რაც მთავარია. იქ მელოდა ჩემზე 3 წლით უფროსი დეიდაშვილი კიტიკო. მე ვარ დაჩმუჯირიშვილი. ცხოვრობ შუაგულ თბილისში, ასე ვთქვათ, მამისგან აშენებულ სახლში და ყავს ძალიან მოსიყვარული ოჯახი. მაქვს დისლექსია. ჩემი პროფესიის არჩევა, ეს თქვა დისლექსიას უკავშირდება. ჩემ ბავშვობაში ესე დაწყებით კლასებში დისლექსიაზე ესე დიდად არავინ არაფერი არ იცოდა, რის გამოც უფრო და უფრო გამიღრმავდა ეს დისლექსიის ფორმა. და ჩემ ფსიქოლოგიარის და მარტივად შეამჩნია, რომ რაღაცა პრობლემა მქონდა და შემიყვანა მხატვრულ კითხვაზე. მხატვრულ კითხვაზე შემიყვანა, რომ გამომესწორებინა ეს კითხვა, מחულების სწორედ დამესვა და უფრო მარტივად მესწავლა გაგვეთილებით თუ დამეზებირებინა ეს ტექსტები. დაახლოებით 1 თვე იყო გასული, დასში რო გადამიყვანეს და მან მქონდა უკვე პირველად შეხება რეჟისორთან და რეჟისორთან მუშაობის. ხო და გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება. დიდად არ მქონდა იმედი, რომ ჩავაბარებდი, არც ჩემს გარშემო არავის არ მქონდა, იმიტომ რომ ცეკვა მე არ ვიცოდი, სიმღერა მე არ ვიცოდი, მეტყველება მე არ მივარგავდა, თან დისლექსია მქონდა, რომელ პიესებს მე წავიკითხავდი და რაღაცა. ხო და მივედი თეატრალურის მოსამზადებელ წრეზე. ძალიან მოწადნებული ვიყავი, ანუ არც ერთი გაკვეთილი არ გამიცდენია საერთოდ, აი, ყველაზე დავდიოდი, ყველაზე ბოლომდე ვიხარჯებოდი, თან სკოლაში დავდიოდი და თან კოლეჯში სწავლობდი. დილით რო გავდიოდი 9 საათზე, ღამე შემოვდიოდი 12-ზე ან 1-ზე. ძალიან გადაფრინული ვიყავი. მაგრამ როგორც ყველა მიცის, შრომა ფასდება. შეიძლება იმედი მე თვითონაც არ მქონდა და არც ჩემ მშობლებს, და ჩემ მშობლებმა რო ჩავაბარე, მე მითხრეს, რომ გვერდში იმიტომ დაგიდექით, მომავალში რო არ მოგეძახა, რომ აი თქვენ რო გვერდში არ დამიდექით,
იმიტომ ვარ ეხლა აი აქ სადაც ვარ. მაგიტო დამიდნენ თურმე გვერდში. და თეატრალური სტურები იყო ძალიან სტრესული. აი წარმოვიდგინე 8-9 კაცი აი ესეთები გიყურებენ. ძალიან საშინელება არის. 3 ტური გავატარე, ხან 8 კაცი იყო, ხან 10 კაცი იყო, ხან 15, ანუ ჟიურში ვინც იყო და ვინც გაფასებს. აი ესეთები რო გიყურებენ. ისე საშინლად მახსენება ეგ რომ რაღაცას აკეთებ და ესე ცახტრო გიყურებენ, აი. ესე რაღაც რო გადაუჩურჩულებს ერთი იქეთ მეორეს და დღევანდელი მონაცემებით ამ ეტაპზე მაქვს ორი პროფესია, სამსახიობო და კულინარია. მომავალში ხლა არ ვიცი რა გამო შეიძლება საერთოდ სხვა პროფესიას ჩავეჭიდო. მაგრამ ეს ვფიქრობ, რომ ეს ორი პროფესია ძალიან მომწონს და ორივეგან ხედავ მომავალში ჩემ თავს. ნახოთ რა იქნება. ერთად ვნახავთ დიდი ალბათობით. ეს ისულელეს ვაცე ყურადღებას, რომ ხანდახან მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ საერთოდ რაში მჭირდება, რომ აი ახლა ამას ყურადღება მივაქცევ, თუნდაც აი ეს ჭიქა რო ესედევს, შეიძლება მე მომიდეს რომ აი ესე დავდგა. და ამაზე ვიფიქრო კარგა ხანს, რომ ესე ჯობია თუ ესე ჯობია. აქეთ რა კურსიდან შევხედავ, იქედანაც, იქედანაც და შეიძლება ესე მომეწონოს. მაგრამ ხვალ უკვე ესე მომეწონოს. ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის თავს გამოხატავს ჩაცმულობით. და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ თუ რა იდება ჩემს კარადაში. აი მაგალითად როგორც მეტყობა ძალიან ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვარ. ჩემი კარადაც ესეთივე ჩამოუყალიბებელია. ძალიან ვუცნაურ რაღაცას გადააწყდები, შეიძლება ესეთ რაღაცაც ნახო, რასაც არც არ უძროს ჩავესვი, მაგრამ აი უნდა იდოს კარადაში. იმიტომ რომ ეგეც ჩემი ნაწილი არის. აი როგორც ჩამოუყალიბებელის მე ვარ, თუნდაც პროფესიის არჩევაში, რომ რადიკალურად ორი განსხვავებული პროფესია მაქვს, ისეთი არის ჩემი კარადაც.